მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაგიკეთოთ ახლა თქვენი თხოვნებიდან იყო, ჩემი ერთ-ერთი გამომწერის თხოვნა იყო 4 წლის წინ დავასრულეთ ურთიერთობაო და გაშლა იქნება სწორედ ასეთ სიტუაციაში, ოღონდ ცოტა დიდ ფართობს მივცემ ამ გაშლას, მინიმუმ სადაც 1 წლის ურთიერთობა არის დასრულებული, 1 წლის ვადებში უკვე ურთიერთობა აღარ გაქვთ. არის თუ არა შანსები რომ მოვიდეს და რაღაცნაირად აღდგეს თქვენი ურთიერთობა. ვინც ამას ელოდებით, რასაკვირველია, ვისაც გაინტერესებთ ეს თემატიკა, უნდა ელოდოთ თუ არა ამ პარტნიორს და არის თუ არა იმის შანსები რომ ხელახლა დაიწყოს და ხელახლა აღდგეს თქვენი ურთიერთობა. იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, მოდი იყოს იდენტიფიკაცია თქვენი პარტნიორის, ვისაც გაშლას ვაკეთებთ, ვინ არის და რას წარმოადგენს, რომ მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში, თუ ეს გაშლა არ დაემთხოვა და გადმოდით სხვა ვიდეოებს და გაშლებს გადავლეთ თვალით, თუ კონკრეტულად ეს არ დაემთხოვა. ასევე დავამატებ, რომ ყველას მდგომარეობაში შევდივარ, მაგრამ იმ დონეზე ბევრი მწერილი მომდის ამ თემაზე, რომ გადავწყვიტე 2 სიტყვით გითხრათ, პირადი გაშლა არის ყველასთვის ფასიანი, დეტალებზე და ფასებზე შეგიძლიათ მომწეროთ, ვისაც გაინტერესებთ და გავაკეთებ. მე ვაპატიეთ, მაგრამ მე დაფიცებული მაქვს, ესეთი სიტუაციები რამდენჯერმე შეიქმნა, რომ არავის შემდეგზე ბჭყალებში, როგორც იტყვიან, აღარასდროს აღარ გავუკეთებ გაშლას, იმიტომ რომ მე დავზარალდი და ჩემი ენერგეტიკა ზარალდება ამ შემთხვევაში. ამიტომ მე ვაპატიეთ, გაშლა თუ გეცნობათ, კი ბატონო, მომწერეთ პირადში, ვინ არის თქვენი პარტნიორი. თქვენი პარტნიორი შეიძლება წარმოადგენდეს ცეცხლის სტიქიას, ტუს ჟეზლით, შემიძლია გითხრათ, ეს შეიძლება იყოს ვერძი, ლომი ან მშვილდოსნის ნიშანი, მაგრამ საერთო გაშლაში არ არის აუცილებელი, ადამიანი არის იმპულსური, აი რაღაცა ახალი იდეები აწუხებს ხოლმე, მიდი-მოდი, რაღაცა ახალი გაახსენდება, გაიქცევა სადღაც სამუშაო თემატიკას ეხება ეს თუ ახალ პიროვნებას ვისიცაც მოიხიბლება, ასე ვთქვათ, გადაერთვება მის ენერგიების მისთვის ენერგიის დროის მიცემის რეჟიმზე და ეს არის ძირითადად ტემპერამენტიანი ადამიანი ყველა შემთხვევაში, მაგრამ ემოციებისგან შორს არის, როგორც წესი, იყო დიდი ალბათობით მის ცხოვრებაში პერიოდი, როცა ემოციებმა დააზარალა ეს ადამიანი და ეხლა ხელებს იქნევს ემოციების გარეშე. შენ შემოგევლე, რაღაცა, არ ვიცი, ინტიმი შეხვედრა, ცეცხლი და ესეთი ატმოსფერო თუ გინდა, კი ბატონო, ემოციები და სიყვარული არ გვინდაო, ასე იქნევს ხელებს, აბსოლუტურად სურვილი არ აქვს ემოციების. 600-ით კიდევ ვიმეორებ, დიდი ალბათობით მის ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი, ვინც ერთგვარი დაღი კი არ დაუსვა მის პიროვნებას, არამედ რაღაცნაირად მოგონებები დღემდე გულის ერთ კუნჭულში ამ ადამიანის და მასთან გატარებული პერიოდების აქვს. არის თუ არა შანსი, რომ თქვენზე იყოს საუბარი. ორიანჟესლი, ესე იგი, ნაწილისთვის იქნება, რომ მოდი, რახან საერთო გაშლაა და დიდი მასები უყურებს, ნაწილისთვის 50-50 ნაწილისთვის იქნება, რომ თქვენზე არის საუბარი, რომ რაღაცნაირ მოგონებების პერიოდშია თქვენზე და აიხსენებს და აიგონებს თქვენთან გატარებულ ყოველწუთს და წამს ძალიან კარგად, რაც თავარია, ეს მოგონებები არის კარგი. ნაწილისთვის იქნება, რომ სხვაზეა საუბარი, აღარ დავიწყებ გარკვევას 50-50-ზე, როგორც გითხარით. თუ ატყობთ, რომ თქვენია ეს გაშლა და ეს პიროვნება, ვიზეთ საუბრობ, ატყობთ, რომ მასზე არის საუბარი, უყურეთ ბოლომდე და ლაიკები არ დაგეზაროთ თქვენი ენერგოცვლისთვის. არის თუ არა შანსები მაშინ, მოდი პირველი იყოს, უნდა ელოდოთ თუ არა თქვენ პარტნიორს, თქვენი მხრიდან, უნდა დაელოდოთ მას თუ არა. ჟეზლით ასის დედოფალი და 6 პენტაკლის ესეთი კარტები ამოგვდის. ეს არის სტაბილურობის კარტი. თქვენთვის ეს ადამიანი არის ერთგვარი სტაბილურობის მომცემი პარტნიორი, ვისთანაც რაღაცნაირად შეიძლება სახლი არ გქონდათ,
ასე ვთქვათ, მყარი, საფუძვლიანი, მაგრამ ერთგვარი 4 კედელი, 4 ფუძე, რაღაცა სტაბილურობა ურთიერთობაში გქონდათ და თქვენთვის სტაბილურობის მომცემი პარტნიორია, როგორც წესი, დღესდღეობითაც თქვენ რომ გკითხოთ ადამიანმა, მის მიმართ თასი გიჭირავთ და შეიძლება წყლის სტიქიას წარმოადგენთ და ამას აჩვენებს კარტი ამჯერად. წყლის სტიქია ეს არის თევზები, კიბორჩხალა ან მორიელის ნიშანი, მაგრამ საერთო გაშლაში არ არის აუცილებელი, უბრალოდ ძალიან გრძნობიარე ხართ მის მიმართ. ძალიან ბევრს ნიშნავდა ეს სტაბილურობა და დღემდე ნიშნავს თქვენთვის და მის მიმართ ასე ვთქვათ, თასი გიჭირავთ და გრძნობები გაქვთ. მზად ხართ ამ ურთიერთობაში ჩადოთ, როგორც თქვენი დრო, ფინანსები და ენერგოცვლა აღადგინოთ თქვენი მხრიდან, ასევე მიიღოთ კიდევაც, არა მხოლოდ თქვენი მხრიდან იყოს ეს ქმედებები. ეს არის როგორც ფინანსური გვერდ დგომის ენერგია, ასევე გაგება, ასევე მიდი-მოდი ყველაფერი ენერგოცვლა რესურსულად მზად ხართ რომ აღდგეს თქვენ პიროვნებასა და თქვენს შორის ასეთი ენერგიით გაჩვენებთ სამყარო პრინციპში აჩვენებენ რომ თქვენთვის სულ ერთი დღესდღეობითაც არ არის ეს ადამიანი და სავარაუდოდ იმიტომაც უყურებთ ამ გაშლას რომ მის მიმართ რაღაც გრძნობები შემორჩენილი გაქვთ არის თუ არა შანსები მოდი გავიგოთ რომ ეს ადამიანი მასთან ურთიერთობა აღდგეს მისით თუ სამყაროს შანსებით არის თუ არა საერთოდ შანსი რომ აღდგეს ეს ურთიერთობა 4 პენტაკლი ამოდის ძალიან ძუნწია ემოციურად ახლა ძალიან ბევრი ეჭვები და ემოციები გაქვთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სავარაუდოდ აბსოლუტურად რეაგირება მისი მხრიდან არ არის ამ თემასთან დაკავშირებით არაფერ ნაბიჯს და ქცევას არ აკეთებს, არ ახორციელებს, არ დგავს თავის ნაბიჯებს და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ეჭვებში ხართ მთვარით, რომ ღირს თუ არა საერთოდ ლოდინი ვიქნები თუ არა მისთვის იმპერატრიცა გაშლა არის ორივეს გესტვის, მაგრამ მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ ყავს თუ არა ვინმე ისეთი ვინც ჩემზე ძვირფასია და არ ღირს ამ ურთიერთობის ლოდინი და მას უკვე არჩეული ყავს ასე ვთქვათ თავის იმპერატრიცა შანსები არის თუ არა მაჩვენეთ შანსები არის მე-19 მაღალი არკანი ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კარტი საერთოდ ცუდი კარტი ტაროში არ არსებობს მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო და დადებითი კარტია და ყველა ვარიანტში არსებობს იმის შანსები რომ ურთიერთობა აღდგეს რა სტატუსი და რა ენერგიებითაც ახლა არ უნდა იყოთ მაგრამ ეს იქნება ნელი პროცესი პენტაკლის პრინციპით გეტყვით ეს არის ძალიან ნელი პროცესი თუ ღირსი არის თქვენთვის ეს ადამიანი და ისეთი მნიშვნელოვანია რომ შეიძლება წლები კიდევ გაიწელოს 4 წელი კი არა როგორც და 1 წელი კი არა როგორც ელოდებით არამედ შეიძლება გაიწელოს რამოდენიმე წელიწადის განმავლობაში შეიძლება ზოგისთვის 8 წლამდეც გაიწელოს და შემდეგ იყოს უკვე სამყაროსგან მოცემული საბედისწერო 6-იან მაღალი არკანით შეყვარებულებით საბედისწერო დავფაროთ რომ არ დაგვებლოკოს შეხვედრა მაღალი ძალებისგან მომხდარი თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ეს იქნება ძალიან ნელი ნაბიჯი. ეს არის ყველაზე ნელი კარტი ტაროში პრინციპი პენტაკლის, რომელიც არის ერთ ნაბიჯს რო წინ დგავს, ორს უკან დგავს, ან საერთოდ ნაბიჯებს დგავს, მაგრამ რო შეხედო, უნდა მიკროსკოპით დააკვირდე, რომ მიხვდე, რომ შენსკენ მოძრაობს და ქმედება აქვს, როგორც გეუბნებით, ძალიან ნელი პროცესია და თუ ამისთვის მზად ხართ, რომ ეს პერიოდები კიდევ ველოდოთ და იყოთ ჩართული ამ ენერგიებში და მოლოდინის რეჟიმში შანსები ნამდვილად იქნება ასეთი პიროვნებებისთვის, ვისაც არ მოგბეზრდებათ ლოდინის რეჟიმი, შანსები საბოლოო ჯამში სამყაროსგან იქნება. სამყარო მიხვდება, რომ თქვენთვის არის სწორედ ეს ის პიროვნება, ვისაც სხვა ადამიანით ვერ გაცვლით და ვერ შეცვლით თქვენთვის იმდენად ძვირფასია. აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანებისთვის იქნება, ვინც მზად იქნებით, რომ ელოდოთ და ელოდოთ. უბრალოდ დაპირება და იმედი არ არის, ეს არის ძალიან მიზერული პროცენტი, რომელიც გაძლებს და შეძლებს კიდევ რამოდენიმე წელი, როგორც გითხარით, მოლოდინის რეჟიმში იყო და დამიწერეთ თქვენი კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში ვინც მოიცდის, ის მოიგებსო, თუ როგორ არის ისიც დამიწერეთ 10-იან თასით სტაბილური ოჯახური კავშირის წინაშე შეიძლება
კი არა და დადგებით სწორედ ის პიროვნებები, ვინც დაელოდებით მზით, ვინც მისცემთ მის ენერგიას, მაგრამ როგორც გითხარით, ვარსკვლავი ამოდის, ეს არის ჩაფიქრებული ოცნების კარტი, მერწყულების კარტია და ეს ოცნება აუცილებლად ახდება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც დაელოდებით თქვენ სიყვარულს და თქვენი თასით იქნებით და არ უღალატებთ თქვენ გრძნობას, არ უღალატებთ ამ პიროვნებას და შანსები იმისი, რომ მოვიდეს იქნება. მიიღეთ.